ეხლა დღეს გვინდა რომ აი ამ საიდუმლოს შესაბამისი პასუხი გაეცეს. ეს არის ძალიან საინტერესო კვლევარი ნიკოლაუს ვასილიადის ასეთი ავტორია ბერძენი და მე ვიტყვი რომ ჩემთვის რაც რამ წიგნი დაწერილა დედამიწის ზურგზე ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია და ერთ-ერთი ჩემთვის განსაკუთრებული. მე ეს წიგნი საჩუქრად მამა ზაქარიამ მომცა, ჩემო ძვირფასებო და აი ჩემთვის არის უძვირფასესი ეს წიგნი და აი მე ძირითადად ეხლა მის ნააზრებს წაგიკითხავთ არაჩვეულებრივად მწყობრად გააზრებულს და დალაგებულს, ისე რომ ერთი პატარა შეკითხვა აღარ დარჩება. უფალმა მიწისაგან შექმნა ადამიანი ჰარმონიით, რთული სინთეზით, სილამაზისა და კონსტრუქციით ადამიანის სხეულზე ყველაზე სრულყოფილი მატერიალური ქმნილებაა. ანუ რაც რამ შექმნილაო ამ წუთის ოფელში, თუ იმას შევადარებთო, რა თქმა უნდა, ადამიანი ყველაზე უფრო დახვეწილი და სრულყოფილი, ესე იგი, წარმომადგენელია. ქმნილებაა. სხეული ეს არის სულისთვის ყველაზე შესაფერისი სამყოფელი. წმინდა წერილი მას უწოდებს სახლს, სულის სამოსელს. ამიტომ სხეულში ღმერთმა შთაბერა პირსა მისსა სულის სიცოცხლისა. ადამი ახსევსე იყო გამოუთქმელი სიბრძნით და დაჯილდოვებული იყო წინასწარმეტყველების ნიჭით. და გარდა იმ საოცარი ბედნიერებისა, რასაც ის სამოთხეში განიცდიდა, შემოქმედთან ურთიერთობის ენით გამოუთქმელი სიხარულიც ჰქონდაო. ესე იგი, მოდი თავიდან ჯერ გავიაზროთ. ნახეთ, სამყაროს ღმერთი ქმნის სიტყვით, ადამიანს შემოქმედებითად უდგება, აიღებს მიწას, თიხას, იგივეა, გამოძერწავს, აი ბავშვებს ასევე ვთქვი ხოლმე, რომ წარმოიდგინეთ, რომ გამოძერწა, იყო ქანდაკება, ხო, სანამ სულს ჩაბერავდა. და ქანდაკება არც მოძრაობს და არც ესე იგი სუნთქავს და არც აზროვნებს, ხო? მაგრამ როდესაც ჩაბერა უკვდავი სული, მისი ხატება და მსგავსება მიანიჭა, ხათაშორის უნდა ითქვას, რომ აი ჩვენ როცა ვამბობთ, რომ უფალმა ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად, აქ იგულისხმება სულიერი მსგავსება და არანაირად არ იგულისხმება სხეულებრივი მსგავსება. ეგრე რომ შთაბერა ადამიანში სული უკვდავი და დაუსრულებელი, როგორც თვითონ არის, გონიერი და თავისუფალი. ახლა მივუყვეთ ამ ყველაფერს. ეხლა უყურეთ, რა საოცარი რამეა. ღმერთი და კაცი უშუალოდ პირად ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. მაშინ, როცა ანგელოზები ზრწოდნენ, ქერუბიმებსა და სერაბიმებს კი არ ყოფნიდათ კადნიერება პირდაპირ ეცქირათ ღვთისთვისო. წარმოიდგინეთ, ჩემო ძვირფასებო, ყველაზე ახლოს მყოფი ზეცაში, ყველაზე ახლოს უფალთან მყოფი ანგელოზები არის ქერუბიმები და სერაბიმები. მათ არ შეუძლიათ პირდაპირ სქერა უფლის. როცა ადამი ღმერთმა შექმნა და თავისი საცხოვრისი მიუჩინა, ანუ ერთ წიაღში ცხოვრობდნენ ღმერთი და ადამიანი. აი ასე გამოარჩია ადამიანი. სული ღვთის ქმნილებაა, უხორცო, გონიერი და უკვდავი. ამიტომ ის მატერიალურ სხეულზე უპირატესია და მას სიცოცხლის ენერგიას ანიჭებს. მე აქ ასევე გეტყვით, რომ აი სამოთხეში რო შექმნა ღმერთმა ადამიანი, აი როგორ ქონდა ღმერთს, ესე იგი, შემოქმედება როგორ იყო ჩაფიქრებული, რომ ადამიანის სული იკვებებოდა ღმერთთან მყოფობის სიყვარულით და სული გადასცემდა სასიცოცხლო ენერგიას სხეულს. ამიტომ ვინაიდან ღმერთთან მყოფობა მას სრულ სიყვარულს ანიჭებდა, სული ისეთ ძალას გადასცემდა სხეულს, რომ მას არ ჭირდებოდა დასვენება, დაძინება, ყვება, გართობა, მას არ ჰქონდა ტკივილი და არაფერი, რაც ჩვენ ამ წუთას გავგვაჩნია წუთის ოფელში. მაგრამ ღვთის მცნება სიცოცხლის კანონი იყო და ადამიანს უკვდავებას აღუქვამდა. ნახეთ, ესე იგი,
ადამიანი სიკვდილისთვის არ შექმნა ღმერთმა, სამოთხეში მას უკვდავებისთვის მიუჩინა ბინა. სიკვდილი სრულიად უცხო იყო სამოთხეში. ადამიანის სიკვდილისთვის კი არა, უკვდავებისთვის შეიქმნა, რათა თავისუფალი ნებით უხრწნელებისათვის მიეღწია. მაგრამ სამწუხაროდ ადამიანმა თავისუფლება ცუდად გამოიყენა. მან ღვთის მიერ სიყვარულით დადგენილი საზღვრები გადალახა. ბოროტმა შეძლო სიცრუითა და მგზავრობით ევა სულში ღმერთთან თანასწორობის ამპარტავნული სული აღეძრა. იგივე ადამმა ღვთის გარეშე თავის ღვთის სწორად წარმოადგინა. ანუ ესე იგი ამით რა შეგვიძლია? ცრუდა ღვთის მოძულე ეშმაკის ცუდუნები იგი შეეცადა გამხდარიყო ვითაცა ღმერთიო. ანუ ფაქტობრივად ბოროტმა ასე აწვდუნა გველის პირით, რომ თუ შენ ამ ნაყოფს მიიღებ, გახდები ვითარცა ღმერთიო. ანუ ღმერთივით გახდებიო. და ეთყო მამაში აწვდუნებდა, რომ აი ღმერთს არ უნდა, რომ შენ ღმერთივით გახდე და იმიტომ აგიკრძალა ეთყობაო. აი ესეთი მათდური აზრი მიაწოდა. წმინდა მამა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, მათ რომ შეენანათ სამოთხიდან არ განიდევნებოდნენ და სასჯელადაც არ მიიღებდნენ მიწად მიქცევას. ანუ ესე იგი, ნახეთ ღმერთი რომ მოდის, შენ ადამიანს ეკითხება, ადამ სათხარ. ხო და ადამმა ის კი არ უთხრა მომიტევე უფალო, აი მე შესდომა ჩავიდინე რაღაცა. ადამმა ევას გადააბრალა და უთხრა, აი ღმერთო, შენ რო ქალი შემიქმენი, იმან დამღუპა, მე მეუნებიო? მერე ევას მიმართა, ევა რა ხდებაო? ევამ უთხრა, აი შენ რო გველი შექმენი, აი იმან დამღუპაო და ფაქტობრივად ესე იგი ღმერთს დააბრალეს რა, აი შენ რო. ის კი არა თქვეს, რომ მე დავარღვიე და შემინდე უფალო, მაპატიე, აი უკვე თავის გამართლება დაიწყო ადამიანმა. ანუ დასემული მდგომარეობა ასეთია, აი როგორც ჩვენ რა. უაღრესად მძიმე იყო პირველი ცოდვა, განელდა სიყვარული ქმნილებისა შემოქმედის მიმართ. აი ის განუსაზღვრელი სიყვარული, რაც ადამიანს ჰქონდა, უკვე განელდა, ანუ დაცხრა. სხეულის მომაკვდინებელი და სულის წარცხმედელი ვნებები გაბატონდა ადამიანის ბუნებაში. ასე იწყება ახალი ხანა, ჟამი მწუხარებისა, ტკივილისა, კანჯვისა და გოდების. ანუ ღმერთთან ესე იგი მყოფობა დაკარგა, ანუ ღმერთთან სიყვარული, ღმერთთან შერწყმული თანასუნთქვა და თანაცხოვრება დაეკარგა ადამიანს. შურიანი მაცდურის აღძვრით ადამიანს იგივე ბედი ეწია, რაც თავის დროზე ეშმაკს. როგორც ბოროტმა საკუთარი ღირსების შეფასებაში გადააჭარბა და თავისი ღვთის ტახტზე უფრო მაღლა დადგმა მოისურვა, ასევე ადამიანმაც კაცის მკვლელი სიცრუის მოთავე ეშმაკის წაქეზებით თავისი თავი გადამეტებულად შეაფარა. მაგრამ უმალვე დარწმუნდა, რომ რაც გააჩნდა ისის დაკარგა. იგი მიხვდა, რომ ღვთის მკაცრი გაფრთხილება სიკვდილით მოხვდებით ამიერიდან რეალობად იქცა. კაცთ მოძულებ მასზე შხამივით გადმოანთხია თავისი მომაკვდინებელი ძალა. ანუ ფაქტობრივად ესე იგი ადამიანი რო ამ ცოდვაზე წავიდა, მას არ ეგონა რომ ესე იგი მოკრებოდა, ანუ სიკვდილით დასრულდებოდა ეს ყველაფერი და აი აქ ეს წერია, რომ ზუსტად ამ დროს მიხვდა, რომ სიკვდილით მოკვდაო, აი ამას ქვიაო. ცხადია, ბოროტის მიერ ჩადენილ ცოდვას ვერ შევადარებთ ადამიანის ცოდვით დაცემას. აი ნახეთ, იქაც ამპარტავნებით დაეცა, აქაც ამპარტავნებით, მაგრამ ვერ შევადარებთ ერთმანეთს. ეშმაკისათვის ხსნა არ არსებობს. ამიტომ აი დოგმა რო იცის ხოლმე, რომ ეშმაკი ცოდვა დაიწყებენ ასეთ აზროვნებას, ესეთი რამე მართლმადიდებლობაში არ არის ჩემო თვითფასება. ეშმაკი ისეთი გამოცდილია და მისი მიზანი ადამიანის ცდუნებაა, რომ თუ გონივრულად არ მიუდგა ამ საკითხს ადამიანი, შეიძლება სიბრალულის ღვნება აღძრას ადამიანში და თავის შეაცოდოს. მე მინახავს ასეთი ადამიანები,
რომელიც ვეღარ გამოდიან მერე სასოწარკვეთის მდგომარეობიდან. ცხადია, ბოროტის მიერ ჩადენილ ცოდვას ხო ვერ შევადარებთო. ადამს კი აღთქმა მიეცა, რომ მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე მას თავისი ჯვარცმით იხსნიდა. ადამიანს ცოდვა შეიძლება მიეტევოს, ეშმაკის ცოდვა კი ოსმაკის ცოდვას კი შენდობა არ აქვს. აი, მაგრამ გეტყვით, რომ მერე თქვენ იცით, რომ ადამი მთელი თავისი ცხოვრება აღმოსავლეთით იდგა და განუწყვეტლივ ტიროდა და ღმერთს შეწყალებას თხოვდა, რომ დამიბრუნე ჩემი დაკარგული სამოთხეო. ესე იგი, რატო? ნახეთ, აქ ძალიან საინტერესო რამეა. მარტო ადამმა და ევამ იცოდნენ სამოთხე როგორი იყო. და მთელი 930 წლის განმავლობაში, რაც ის დედამიწაზე მოხდა, ანათვალი მერე იწყება, თორე სამოთხეში დროც არ გადიოდა. განუწყვეტლივ ადამი ღმერთს მარტო იმას თხოვს, რომ დამიბრუნე ჩემი სამოთხე, მეტი არაფერი არ მინდაო, არც ჭამა, არც ცმა, არც გართობა, არაფერი სოფელში არ იზიდავდა. და განუწყვეტლივ თავის შვილებსა და შვილიშვილებს სულ სამოთხეში ესაუბრებოდა, მოუწოდებდა, უყვებოდა, როგორი იყო. დიახ, რადგანაც ადამი დასცილდა სიცოცხლეს, რამდენადაც იმდენად მიუახლოვდა სიკვდილს. ღმერთი სიცოცხლეა, სიცოცხლის მოკლება კი სიკვდილი. სულით ადამი მაშინ მემოკვდა, როგორც კი აკრძალული ნაყოფი იგება. ხორციელად კი 930 წლის შემდეგ, როგორც სხეულის სიკვდილი მისგან სულის განსვლაა, ასევე სულის სიკვდილი არის მისგან სული წმინდის განშორება. ასე განიცარცვა ადამიანი უკვდავებისაგან. ესე წმინდა მამა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვებია. ჩემო ვიფასებ. სიწმინდე სიცოცხლეა, ცოდვაში მყოფა სიკვდილი. ღმერთის სიცოცხლეა, ეშმაკის სიკვდილი. ბოროტმა უბიძგა ადამიანს ცოდვისკენ, მაგრამ მისი ბრძოლა ადამიანის კი არა, ღვთის წინააღმდეგ იყო მიმართული. ნახეთ, ბოროტ ძალას ეშმაკს ადამიანის დარბი კი არ ქონდა, ანუ ღმერთთან უნდოდა ანგარიშის გასწორება. ნახეთ, აქ წინვიტო წერია, რომ ამას ღმერთის გამო აკეთებს, რომ განაშოროსო. ბოროტმა უბიძგა ადამიანს ცოდვისკენ, მაგრამ მისი ბრძოლა ადამიანის კი არა, ღვთის წინააღმდეგ იყო მიმართული. ღვთისგან დასჯილმა მთელი ღვარძლი და ბოროტება ადამიანზე, ღვთის ხატებაზე გადმოანთხია. ესე იგი, სიკვდილში ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავენი და არა ღმერთი. ღმერთმა ხელი არ შეუშალა სულისა და სხეულის განშორებას, რათა თავად სენი ჩვენში არ ყოფილიყო უკვდავი. ამ თვალსაზრისით ხორციელი სიკვდილი უნდა ჩაითვალოს არა სასჯელად, ამ ღვთის სამართლიანობის აღდგენად, არამედ ღვთის სიყვარულის გამოვლინებად. ეს არის წმინდა ბასილის სიტყვები. აი, დააკვირდით, ეს ადამიანის სიკვდილი, ჩვენ ხო დღეს ხსნით სიკვდილის არსს და ბასილი დიდი ზუსტად ეხლა არსობრივად ხსნის სიკვდილს. სიკვდილი სასჯელად კი არ მიეცა ადამიანსო, არამედ ღვთის სამართლიანობის აღსადგენად, ღვთის სიყვარულის გამოვლინებაა იგივე და არა სასჯელი. ეხლა რატო ამასაც ავხსნით? წმინდა ადამის სამოთხიდან განდევნა რისხვის კი არა, ღვთაებრივი ზრუნვის გამოვლენა იყო. სიკვდილი ღვთის უდიდესი წყალობის ნიშნას განწეს. აი, ნახეთ ახლა, აქ უკვე ყველაფერი საიდუმლო ახსნილია, ჩემო ვიფასებო. ამას კიდე წავიკითხავ, ცოდვა შობს სიკვდილს. ნახე, ჩაიდინა ხო ცოდვა. ცოდვამ სიკვდილი გამოიწვია, მაგრამ უყურე, ეხლა სიკვდილი კი კლავს ცოდვასო. ესე იგი, სიკვდილი რო არ ყოფილიყო, უკვე ცოდვაში რჩებოდა მარაზის ადამიანი. ანუ ფაქტობრივად გამოხსნის შანსს ყველანაირად კარგავდა. ანუ ასე შეგვიძლია დავასკვნათ ამ სიტყვებით, რომ ეს უფლის წყალობაა და სიყვარული ადამიანისადმი და არა სასჯელი. იმიტომ რომ მარადის ცოდვაში დარჩებოდა ადამიანი და
სიკვდილი ამ ცოდვას კლავსო, როგორც იოანე ოქროპირი ამბობს. იესო ქრისტე შეებრძოლა ეშმაკს და ჯვარზე გაყრით მოიპოვა გამარჯვება. ერთადერთი განუმეორებელი და საბოლოო ხორცი, რომელიც უფალმა შეიმოსა, განსხვავებული რომ ყოფილიყო ჩვენი მოკვდავი ხორცისგან, მაშინ სიკვდილი თავის საქმეს გააგრძელებდა. ნახეთ რა საოცარია. ეშმაკმა მოახერხა ადამიანის სამოთხიდან გაძევება. ქრისტე მეუფემ კი თავისი აღდგომით ადამიანი ეცამდე აიყვანა. მაშას ადამი მონაპოვარი დანაკლისზე მეტია. ნახეთ რა საოცარია. ჯვარცმის შემდეგ მაცხოვრის დატირების წესში იკითხება ვარხვის სიმბოლური სახე. ასეთი რამე წერია, ვითარცა რა ვარხვი მოიწყლა გვერდსა შინა სიტყვაო და ყრმანი იგი შენი მომკვდრანი განაცხოველენ აღმოუდინე რა მათ ცხოვრების ნაკადული. ეხლა რა საიდუმლო არის ამ ვარხვის ცხოვრებაში. მოკლედ ბუნებით როგორი არის ეს ვარხვი. სხვებთან ერთად ვარხვი იკვებება გველითაც. მოკლედ გველის მჭამელია რა. გველის ჭამა შეუძლია. ხო და ამ ვარხვს ქონია ასეთი თვისება. ესე იგი, თუ გველმა დაუწამლა შვილები, აი დაკბინა რა, შხამიანმა გველმა ბარტყები დაუკბინა, ხო? შხამიანი დაკმენის ხო მოკვდება მისი შვილები. წარმოიდგინეთ რა გაუკეთებია ამ ვარხს, რომ შინაგანად ვარხმა იგრძნო, რომ მისი სისხლი არის გველის კბენის აწინააღმდეგო, ანუ განმაკურნებელი. ხო და ესე იგი დაიკაწრა სხეული, გამოიდინა სისხლი ვარხმა, დედა ვარხმა და მერე თავის შვილებს დაკბენი გველისგან დაგესილ შვილებს ეს სისხლი აიღო თავის სხეულიდან გამოწორული და ჩააწვეთა პირში და გადაარჩინა. ყველა ბარტყი გადაარჩინა. ეხლა ეს თურმე ბუნებაში ყოფილა რა, აი ვინც შეისწავლის ამის ცხოვრებას, ჩვეულებრივად ეს ბუნებრივი მდგომარეობაა და კურთხევაა ზეციდან და ასია ყველა ვარხვი. ეხლა აქ რა თქმა უნდა თქვენ ხვდებით, რომ რატო არის ვარხვი მოტანილი, რომ ამ შემთხვევაშიც ჩვენ დავკარგეთ ღმერთთან ყოფობა, ანუ სამოთხის მდგომარეობა, იესო ქრისტემ ჩვენთვის გაწირა თავი და სისხლით ყვებავს ეხლა და ქრისტეს სისხლი ღვინო და პური, რომელიც გადაიქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად, არის მაკურნებელი, ანუ დამაბრუნებელი ჩვენი დაკარგული სამოთხისა და ღმერთთან გაწყვეტილი კავშირის აღმადგენელი. აი ესე პოეტურად შეიძლება იცვათ, ლამაზად, მხატვრულად არის გადმოცემული ვარხვის ისტორიით ჩვენი გამოხსნის ისტორია. სამოთხეში ჩვენ დამარცხების სიმბოლოები იყო. ეხლა ნახეთ, სამოთხეში როგორ დამარცხდა ადამიანი, როგორ დაკარგა, მოკლედ, მარადისობა. სიმბოლოები რა იყო? ქალწული, ძერი და სიკვდილი. ქალწული არის ევა. რატო ქალწული? ეს ჩემთვისაც უცხო იყო, მაგალითად არ ვიცოდი, რამე თუ მან ჯერ არ იცოდა მამაკაცს. ანუ სამოთხეში ყოფნის დროს არ ქონიათ მათ შეხება, ადამს და ევას. ძელი, ანუ ქალწული იყო ევა. ძელი ხეცნობადისა, ბოროტისა და კეთილისა. სიკვდილი არის სასჯელი ადამისა. და აი კვლავ ეხლა გამოხსნა როგორ ხდება ჩვენი, აბა დავაკვირდეთ, კვლავ ქალწული, ხე და სიკვდილი. ქალწული უკვე ვიცით, რომ დამარცხების ეს სიმბოლოები გამარჯვების სიმბოლოებად იქცნენ. ნაცვლად ევასი გამოჩნდა ქალწული მარიამი. თუ მარიამის გარეშე ქრისტე ხო არ მოევლენებოდა ქვეყანას. ნაცვლად ხისა, ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა გამოჩნდა ძელი ჯვრისა, ანუ ძელი, რომლითაც ჯვარი შეკრეს. ნაცვლად ადამის სიკვდილისა, სიკვდილი ქრისტესი, ანუ ქრისტემ სიკვდილით გამოიხსნა ადამის სიკვდილი. ხედავთ, რითიც გვძლია ეშმაკმა, იმითვე იძლია თვითონ.
სიკვდილის მეშვეობით ჩვენ უკვდავნი გავხდით. ამაშია ჯვრის ძალა. ნახეთ რა საოცარი. და აქვე ესე იგი კიდევ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის აზრით დავამატოთ და ამით დავასრულოთ. ქრისტემ მიიღო უმცირესი, ანუ ადამიანური ბუნება, რათა ჩვენთვის მოენიჭებინა უმეტესი, ანუ განხრთობა. ამიტომაც ჩვენ ქრისტეს გულისთვის უნდა გავხდეთ ღმერთები, ვინაიდან ის ჩვენს გამო გახდა ადამიანი. ნახეთ, ანუ მეორენაირად ადვილად ასე ვთქვათ, რომ ღმერთი იქცა ადამიანად, ადამიანი რომ დააბრუნოს ღმერთთან. აი ეს იგივე შინაარსია. და ბოლოს ჩემო ძვირფასებო იესო ქრისტემ მთელ კაცობრიობას გაუხსნა გზა უხრწნელების, უკვდავებისა და მარადიული დიდებისაკენ. ადამიანი მაშინ კი არ იბადება ჭეშმარიტად, როცა დედა შორს. აი ჩვენ რომ დაბადების დღეს ულოცავთ, ეგ კი არ არის არამედ მაშინ, როცა აღდგომილი ქრისტე მაცხოვარს ირწმუნებს. რამე თუ სწორედ ამ დროს იბადება იგი მარადიული სიცოცხლისას. ალბათ აქ ირწმუნებს, აქ იგულისხმება ნათლობაც და ქრისტეს წიაღში ცხოვრებაც. აი ირწმუნებს, ესე იგი კიდევ ვიმეორებ, ეს არის ბერძენი მკვლევარი ნიკოლაუს ვასილიათისი. აი მისი აზრებიდან გადმოგვეცით მამა ზაქარიას ნაჩუქარი წიგნიდან მოგიხუჩეთ ჩემო ძვირფასებო და მე მართლა გულწრფელად გეტყვით ახლა ეს თემა ზოგადად ძალიან მიყვარს ეს თემა, მაგრამ ასე სრულყოფილად რომ ვინმე სიკვდილის არსი გადმოეცეს, აი ჩემთვის ეს იყო ალბათ ყველაზე უფრო სრულყოფილად გადმოცემა რა ჩადო ღმერთმა ამ სიკვდილის არსში. ანუ ეს ჩვენს გამოსახსნელ, ჩვენს სასიყვარულოდ გააკეთა. აი მეორენაირად გეტყვით, იქ ხო უკვდავების ხეც ხო იყო. აი ადამიანი დაეცა ხო საბელოდ. ხო შეიძლება უკვდავების ხეც მიეღო და ესე იგი მარადის ცოდვაში დარჩებოდა ადამიანი. ან მეორენაირად წარმოიდგინეთ, რო დაეტოვა უკვდავებაში, ეხლა ჩვენ ადამიანები რომ უკვდავებაში დავიტოვეთ. წარმოიდგინეთ თქვენ ეხლა 3000 წლის, 4000 წლის წინ დაბადებული ადამიანები როგორები იქნებოდნენ და საერთოდ წუთისოფელი რას დაემსგავსებოდა. აი თლიანად მთელ სილამაზეს და მთელ სიწამტაცეს და მშვენიერებას დაკარგავდა წუთისოფელი. ეგრე რომ ღმერთს ყველაფერი გათვლილი აქვს და აი ამ ესე იგი ნარკვევით, ამ დაყვარელი მკვლევარის ნარკვევით, თეოლოგის ნარკვევით ძალიან კარგად საბუთდება და მტკიცდება რა არსი ჩადო ღმერთმა იმისთვის, რომ დღეს სიკვდილი არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველები კიდევ უფრო დიდებულად ვეძახით მას გარდაიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ დასრულდა სოფლის ცხოვრება და ადამიანის უკვდავის სული გადადის სხვა ცხოვრება. ალბათ მე იგივეს ვიტყოდი ისა ლექსო, რომ ჩემთვისაც ეს წიგნი აღმოჩენა იყო, ახლა აქ მიდევს, ყოველთვის ჩემთან მაქვს აქ სახარება და სახარების ქვეშ მიდევს ეს წიგნი და ასე რომ სამაგიდო წიგნია ყოველთვის ჩადებული მაქვს და მივყვები და რა ვიცი. ალბათ ყველაზე მთავარი აღმოჩენა შეიძლება ითქვას ქრისტიანობაში და მართლმადიდებლობის არსი ზუსტად მაგაშია, რომ ადამიანმა გაიაზროს თავისი ამ ქვეყნიდან გასვლის, ასე თქვათ, მნიშვნელობა. ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი ქრისტიანობაში. იმიტომ რომ ზოგადად სიკვდილი ხო არ არსებობს, მოდი ასე ვთქვათ რა. სიკვდილი ხო ვიცით, რომ ჩვენ ეს არის შეერთება მარადისობასთან და ყოველთვის მაგას ვეუბნები ყველას, ანუ მარტივი არის ძალიან ამაზე ფიქრი. თუმცა, ნახე, ფიქრი ერთია, მეორე შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს, მაგრამ ვერ იაზრებდეს, ხო? შიში სად მოდის, როცა ვერ იაზრებს მის მნიშვნელობას. ეს არის პრობლემა. ანუ ადამიანს რო ეტყვი, რომ თქვენ სხვა დაგვირებული ხართ, აი მოკვდე და შორ არ თქვა, ფუი ეშმაკს, რას ამობ კაცო, რა დროს ეგ არის და ასე შემდეგ, ხო? ყველა შემთხვევაში, როცა სიკვდილს ვიტყებთ ლაპარაკს, ყველა აი
რაღაცა წინააღმდეგია იმ წუთას თითქოს და აი არ უნდა რაღაცა რო აი მოგდეს, რა თქმა უნდა, კარგია რომ ადამიანს არ უნდა ვიღაცა მოგდეს, მაგრამ ну როგორ არის იცი შორს აი რა სად რამდენი ხნის მერე რა ვიცით ხო ანუ თავარი ის არის რომ შორს კი არ გადავიტანოთ ეს იმისთვის არის ნათქვამი რომ შორსო ადამიანმა არ იფიქროს ამაზე და თუ არ იფიქრა ადამიანმა სიკვდილზე შესაბამისად მისი ცხოვრებაც ვერ მოწესრიგდება ხო არა და ყველაზე უეჭველი ის არის რაც არის სიკვდილი ყველაზე უეჭველი რაც არის დედამიწაზე ხო ყველაფერი რაღაც გარკვეულ კითხვას ბადებს ნებისმიერ შემთხვევაში მაგრამ სიკვდილი აღარ ბადებს კითხვას უეჭველი იქნება ხო მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის რომ იმასაც ვერ ვიაზრებთ ადამიანები რომ აი ჩვენ ხო ყოველდღე გვდებით ყოველდღე არ გვდებით საღამოს გვდებით დილას ვიღვიძებთ რა რა ხდება მაგომეთში ხო ეს ახლა არ რეაქციის გვიტყვავს ჩვენ და ვიცით ხო ამიტომ ზოგადად სიკვდილი ანუ მარადიულად ფიქრობდეთ სიკვდილზე მამები ამის სულიერ ასე თქვათ გააზრებას გთავაზობენ და არა ის რომ ხა ადამიანი რაღაც პანიკაში ჩავარდეს სიკვდილის გამო რომ იცი რა მე უნდა მოვკვდე ხა დღეს უნდა მოვკვდე ოიდე და რა იქნება და აი როგორი მომენტი იცი თუნდაც ის რომ აი ახლა მე რომ მოვკვდე რა ეშველება ჩემ შვილებს თუ რა ეშველება სამყაროს ანუ ესეც ერთგვარი ხიბლი და აპარტავნება ну შენ დაგიდგება დრო ну გეშინე შენს გარეშეც ეშველება სამყაროს და შენ შვილებსაც ეშველება იმიტომ რომ შენი შვილები ღმერთის არის და შენს ამიტომ თუ ღმერთმა რაღაცა გადაწყვიტა თქვა ამ შემთხვევაში ეს არის ტრაგედია არ იქნება ტრაგედია ну როცა ქრისტიანი ზრუნავს რაღაცნაირად ლოცულობს ხო ამით უკვე როგორ არის იცი აი ერთგვარად ღმერთს ეუბნება ასეთ რამეს რომ იცი რა მე შენზე ვარ დამოკიდებული ხო ლოცვა რა არის ღმერთთან საუბარი რა არის და სახელმწიფოს კითხვა რა არის მისი მოსმენა ხო ღმერთის და აი ღმერთო არ ვიცი მე სოდის იქნება და ვიცი რომ რთული იქნება სულისთვის იმიტომ რომ რაღაცა გარკვეული ასე თქვა ცოდვები ყველას გვაქვს და ყველაზე მთავარი მართლმადიდებლის ლოცვა რა არის და ზოგადად თვითონ ლიტურგიკული წესგანგება სწორედ აგებულია რაზე იცი რომ ჩვენ არ გამოგჩეს ცოდვა ანუ რას გულისხმობ იცით რომ აი მაგალითად ადამიანის შიში questionnaire სიკვდილის არის რა იცი რომ აი რომ გამყვეს ცოდვა ცოდვის გამო ვერ დავიმკვიდრებ მივხვდით ანუ იქ უნდა იყო სრულად მონანული ну ეხა ცოდვილი ყველა ვართ და არა არის კაცი რომელიც ხონდეს და არა ცოდოს მაგრამ ყველაზე მთავარი არის იმის გააზრება რომ იცი რა მე შეგნებულად არ ვეთანხმებოდი რამე ცოდვას თუ გინდა მცირედი იყოს ანუ ცოდვას არ ვამართლებდე საკუთარ თავში ამიტომ მამათა ასე თქვათ ლოცვები მამების წმინდა მამათა ლოცვები სწორედ გაჯერებული ესეთ რომ ღმერთო უცებნო იქნება ჩემი სიკვდილი მომიტევე მე შეცოდებები ჩემი ნეფსითი და უნებლიეთი ნახე ამას ემატება ყველაზე მთავარი ნახე ღმერთი როგორ არის ანუ არ გამორჩა ღმერთს ნუ ეხ სიტყვა გამორჩა ცოტა ღმერთთან მიმართებაში არასწორია და შემინდოს ღმერთთან იმიტომ რომ ეს არაფერი არ გამორჩება ანუ მე უბრალოდ ჩვენ გამოგჩა და ვერ ვიაზრებთ ამის თქმა მინდოდა რომ აი ნახე ჩვენ ვერ ვიაზრებთ იმ მომენტს რომ ღმერთმა შვიძის ეწყებას კი დააწესა საიდუმლოდ რომ ამ დროს ხდება სწორედ ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი რომ ქრისტიანს კიდე იმ წელიწადს თუ რაიმე ქონდა ისეთი რომელიც ვერ დაიმახსოვრა ან ვერ აღიარა მიხდით აი ვერ შეინანა ხო და დაავიწყდა ხო თავის უძურების გამო აქედან გამომდინარე ის შვიძის ეწყება პირდაპირ მიუთითებს შვიძის ეწყების განმარტება იმაზე რომ აი იყო საკუნებელი სულსა და ხორცისა და მისატევებელი ყოველთა დაიწყებულთა ცოდვათა ხო ანუ ნახეთ როგორ რაღაცა რისთვის გჭირდება ეს დაიწყებული ცოდვა თუ არ გვახსოვს რატო უნდა მოგთხოვოს ღმერთმა მაგრამ ნახე სულზე ეს მაინც მეტნაკლებად რაღაც ხენი ასე თქვა არის რაღაც ლაქებად ჩვენ სულზე აღმოჩნილი რაღაც მომენტში როცა ჩვენ ის ვერ ვიგზენით ჩვენ უძრების გამო და ვერ ვგზნობთ და მე ეს ჩვენ თქვათ ჩვენში რჩება ხო და რო არ დარჩეს სული ასე თქვა რაღაც გარკვეულწილად ლაქებით და ამ რაღაც დაბინძურებული ესეც კი გავიგეთა ღმერთმა რომ იცი აი არ გამოგჩეს ეს შვიძის ეცეცხება არ გამოგჩეს ეს საიდუმლო ეს არის ცოტა მისატევებელი ხო რამდენადაც თქვა ზიარება ყველაზე დიდია და ყველაფერს წმენთ ამ შემთხვევაში ესეც დახმარება უძლურთათვის და დახმარება სულიერი უძლურთათვისაც ამ შემთხვევაში ხო იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად როცა
ადამიანი მოდის შვიძის ეწყებაზე, ეს იგივეა, რომ ხა თუ ახსარება რა ქნა თქვა და სინანულში არ ყოფილა და არ უთქვამს, მაშინ ვერ ხედავთ იქ აზრს მისი ზეთისხებისა, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ფორმალურად გამოდის. აი მაგალითად იგივე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად მოვიდა ადამიანი სინანულის გარეშე და გეუბნება რომ აზიარე. მან როგორ უნდა აზიარო? ხა, კაი შეიძლება შენ ზიარება ფიზიკურად მას მისცე, მაგრამ ზიარება არ იყოს მისთვის, ასე ვთქვათ, გამაჯასაღებელი, ხო? იქნება საჯელი. იმიტომ რომ ის ვერ მიიღებს ზიარებისგან იმ სულიერ, ასე ვთქვათ, მიტევებას, რომელიც მას ჭირდება, იმიტომ რომ მასში არ არის სინანული. ზიარებას მაშინ აქვს, ასე ვთქვათ, საკურნებელი თვისება და ძალა, როცა ადამიანია თვითონ ამის სწორად მიმღები. ხო? თუ არა და საჯელიაო. ანუ მესამე ვარიანტი არ არსებობს. ხო? ამიტომ აი ზუსტად ადამიანი როცა იაზრებს იმას, რომ იცი რა, ამ ყველაზე რისთვის არის, რომ აუცილებლად ნახე დასაწყისში ამ წიგნში წერია, რომ სიცოცხლე და სიკვდილი არის ერთად მოძრაობენ. ნახე ჩვენში. ერთად, იმიტომ რომ ერთად მოძრაობენ, აბა რა არის, ახლა საღამოს ვიძინებ მკვდები, დილას ვერ ვიძებ. რაღაცა ნახევარი, დღეღამის ნახევარი, ცოცხალი ვარ და დღეღამის ნახევარი მკვდარი ვარ. ხო? მაგრამ ამ დროს სული სულ ცოცხალია. სული არის მარადიულად ცოცხალი. აქედან გამომდინარე, ამის შეგნება, ამ აზრზე მიყვანა ადამიანის არის აუცილებელი, რომ თვითონ მიიყვანოს თავისთავად ამ აზრზე, რომ იცი რა, მე ისა კი ვარ მოკვდავი, მაგრამ მე არა მარადისობაში მივდივარ. სიკვდილის რატომ უნდა მეშინოდეს? იმიტომ რომ ძილია სიკვდილი, ჩვეულებრივი და ცოტა ხანგრძლივი და რატო გეშინია მაშინ ძილის ვის ეშინია საღამოს რო იძინებს პირიქით როდის დაიძინებს რომ დაისვენოს და დილას ესე თქვა გაჯანსაღებული ადგეს ხო ეს არის მიზანი ვინმე ეშინია ძილის ეხლა თუ ნერვოზია ეგ სხვა საკითხია ამიტომ უბრალოდ ჩვენ გვეშინია რის იცი იმ ხანგრძლივი ასე თქვა ძილის რომლის დროსაც ჩვენი სული წარდგება იმ მარადიული ასე ვთქვათ, მარადისობაში, ღმერთის წინაშე, სადაც მოუწევს რაღაცებზე პასუხისგება და შესაბამისად ერთგვარი გამოცდა, ხო, ეს თავისთავად. გამოცდაზე წასვლის დროს ყველა ნერვიულობს. ეს ნერვიულობა ჩვენში ჩადებული, ხო? ამიტომ ნახეთ რა ხდება, თუ მე მივდივარ გამოცდაზე, მარტივად რომ ეხლა შეიძლება ვიყო მომზადებული, თქვათ 5-იანზე, ან ვიყო მომზადებული 3-იანზე, მაგრამ თუ რაღაცა გამიკეთებია ცოტა მაინც ხო აი ანუ ჩათვლა დამეწერება მოდი ესე ვთქვათ რა ანუ არ გამომაგდებენ შეიძლება მე ვერ დავიმსახურო ის სავანე რომელშიდაც მაგალითად წინაზე აი მაგალითად წარმოგიდგენო შეიძლება აი ლექსო მასწავლებლის როლზე რომ მოგიყვათ აი მასწავლებლის სული რო სადღაც იყო ძალიან შორს აი სიწმინდეში ხო სადღაც ისეთ სავანეში იყო რომ სხვაები ვერ ხედავდნენ ეს იმას არ ნიშნავს რომ ესენი დაკლინებული იყვნენ უბრალოდ ანუ შეხედე როგორ არის შენ რასაც დაიტევ, შენი სული რასაც დაიტევს, იმ შპეში და იმ მდგომარეობაში აღმოჩნდები. ეს არ იქნება თანჯვა, უბრალოდ შენთვის იქნება სასიამოვნო და იმაზე მეტად სასიამოვნო ვიდრე წარმოგიდგენია. აი აღარ გექნება შენ პრეტენზია თქვა იმისა, რომ ისი რა ვიღაცა თურმე ჩემთვის ყოფილა და ნეტა იქ რა ხდება. თუ შენ იქ ამ სიხარულის მიმღები იქნები, მე შეიძლება დაგაწინაურონ და სხვა სავანეში გადაგიყვანო, ეს უკვე ღმერთის ნებაა. ხო, ანუ შენი დამოკიდებულება ყველაფერი არის ადამიანის ნებაზე დამოკიდებული. ადამიანის ნება არც იქ არ წაერთმევა. არც იქ არ წაერთმევა. უბრალოდ იქ იქნება როგორც უკვე გააზრებულად ის მარადისობის ნაწილი გახდება და იქ აღარ მოუნდება დაცემა, მოკლედ ასე ვთქვათ რა. როგორც ახლა ანგელოზებს აღარ მოუნდება დაცემა და მისმა ბუნებამ უკვე შეიცვალა თვისება, რომ იცის უკვე ერთხელ და სამუდამოდ, რომ მისი რაღაც ნაწილის მეგობრებისა, ანგელოზებისა დაეცა მოწყდა ამ სიხარულს და ახლა თავის თავში იტანჯება უღმერთობით, ხო? და იქ უბრალოდ ამის საჭიროება კი არა, ამის სურვილიც არ იქნება, ამის გაფიქრებაც არ იქნება. იმიტომ რომ ადამიანი იქნება სულ ბედნიერებაში და იქნება ღვთისმსახურებაში, ჩართული მთელი შეგნებით. ოღონდ ღვთისმსახურება არ იქნება, თქვათ, დღევანდელი გაგებით ღვთისმსახურება ახლა რომ მივიდივარ წირვაზე ლოცვაზე თქვა და იცი რა როდის დამთავრდება ზოგიერთ სროქს და ფეხები რო სტკივან და უშავს შეწივდა
ეგეთი რამე არ იქნება, ეს იქნება ყოველი მსახურება ღვთისა იქნება სახურება, არა ამ შემთხვევაში პირდაპირ გაგებით დამღლელი არაფერი, ყოველი მსახურება იქნება უდიდესი სიამონების და სიხარულის და რაღაცა განუსაზღვრელი. ხა ადამიანს ძალიან გაუჭირდება ამის ახსნა, იმიტომ რომ ხა პავლე მოციქული ღვთაებრივი მოძღვარი ამბობს ესეთ რამეს, რომ ისი რა გამიჭირდებაო, ანუ ჩემი გონება ანუ მე რაც ვნახე იქო ვერც გონება იტევს ბოლომდეო და მithumetes ბაგეებით არ შემიძლია განმოცეო ის სიხარული და ის აღფრთოვანება რაც იყო ღმერთში, ანუ რაც იყო იქ სასუფეველში. ამიტომ ჩვენ ეს ვიცით გარდამოცემით, ვიცით მოციქულთა გამოცდილებით. მათი ღვთაებრივი ასე თქვა როგორც ღმერთშემოსილობით, იმიტომ რომ მათ ღმერთი ყავდა შემოსილი და ნახეთ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ერთი რამე, რომ ადამიანი ჩვენ იმიტომ ვართ გონება, იმიტომ გვაქვს რომ მივიღოთ, ვისწავლოთ მიღება, ვისწავლოთ მიახლოება ღმერთთან. რამდენადაც ვისწავლით მიახლოებას ღმერთთან, იმდენადაც არ იქნება საკვირველი და გასაოცარი ის სივრცე და ის გარემო, რომელიც გელოდება შენ წინ, იმიტომ რომ შენ გაახლოებს ღმერთი მას. მაგრამ შენ თუ არ უახლოვდები მას და სადღაც ერთ ადგილზე ხარ გაჩერებული, არ ზრუნავ, არ ლოცულობ, არ მარხულობ, არ ვითარდები, არ კითხულობ თუ ასე შემდეგ 1000 რაღაცა მისთვისაც უნდა იზრუნო, მაშინ შენ არ მიდიხარ წინ და აქვე წვეთ ზრუნვას. აი ეს არის პრობლემა. როცა წვეთ ზრუნვას, როცა იცი ამბობ, აი მაგალითად ბევრი ადამიანი ამბობს, რაც პრობლემაა ზოგადად საზოგადოებაში ის რომ ეს ერთი და იგივე რა უბედურებაა გაცოდა, რატო უნდა ატარებით ახლა სულ ერთ და იგივე წირვა და ხო არ ესმის. არ ესმის მისი, ანუ აუცილებლობისას ვერ იგებს, რომ ეს აუცილებელია ნამდვილად მისთვის. ვერ იგებს, იმიტომ რომ მის ანუ ამას მცირედ მოწმობა ქვია. საჭიროებას ვერ განიცდის, იმიტომ რომ კარგადაა სხვა კუთხით. მაგრამ როგორც კი რაღაცა განსასწრებს შეეყრება, სადაც უკვე მისი უძვრება იმდენად ესე იმდენად დაუცლურებული ასე თქვა ადამიანი, რომ ვერანაირ იმეც ვერ ხედავს ვერაფერში, აი მერე იწყებს უკვე, რომ აი მართლა თურმე ღმერთი თუ მიშველის, თორა სხვა ვერ მიშველის ვერაფერი. აი მერე იწყებს. ამიტომ ნახეთ, აქამდე არ უნდა მიიყვანოს ადამიანმა თავი, იმიტომ რომ ასეთი ადამიანი გავს აი 5 ჭკვიანი და 5 სულელი ასულის ის იგავი ხო გახსოვთ, როგორ იყო ხო? ანუ 5-მა მოიმარა გაზეთი, 5-მა არა. და რო წავიდა უკვე უნდა ეყიდათ ბაზარში, რო დაბრუნდნენ, კი გაიაზრეს კაცო, რომ ისი რა გადარჩენა იქ არის და სიძე იქ არის და იქ უნდა მივიდეთ. სხვა გზა არ აქვს, მაგრამ ნახე, უკან დაბრუნება და ზეთის ყიდვა რო გადაწყვიტეს, უკვე მათთვის დახშული აღმოჩნდა კარი. აი ეს არის ზუსტად მიზეზი იმისა, რომ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. არ შეიძლება, შენ უნდა ის ნიჭები უნდა მოიპოვო, რომელიც ნიჭებსაც შენ გაძლევს საშუალებას ღმერთი. ანუ ეს არ უნდა გაუშვა ხელიდან. ჩვენ ისედაც არმაცები ვართ ბუნებით, ისედაც გვიჭირს ასე თქვა ამ ყველაფრის ტვირთვა და ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ის რეჟიმი რაც არის, ზოგადად ეკლესიური რეჟიმი, ხო, ამიდან ამოვარდნა არის ადამიანისთვის ყველაზე ცუდი. ასე რომ როცა ადამიანი მთლიანად ჩართულია საეკლესიო ცხოვრებაში, მისთვის სიკვდილი როგორც ასეთი საშიში აღარ ხდება. მისთვის სიკვდილი ხდება ჩვეულებრივ მისი თამდები, ანუ პასტაერთად არის და იაზრებს თქვა, აი შეიძლება ყოველ დღე გაუჩნდეს, აი ესეთი კითხვა, დღეს რო გარდავიცვალო, აი როგორი იქნება? აი მაგალითად დღეს რო გარდავიცვალო, როგორი იქნება? არა ვარ სწორად და ამ შემთხვევაში შეხედე რა ხდება თუ მე ჩავიხედავ ჩემ თავში ნამდვილად არ ვიქნები მზად სიკვდილისთვის, მაგრამ ნახეთ ამ სიტყვას ამ შეკითხვას თუ დაუსვამ ჩემ თავს რომ დღეს რო გარდავიცვალო, აი იმ წუთას წამოვა სინანული ღმერთო, აი ხა მე რო გარდავიცვალო, აი ვერ ცხონდები ჩემი ცოდვების გამო და შემიწყალებთ, ხო? შეწყალება უკვე ეს ნიშნავს ვედრებას, ხო? ამიტომ შენ გაიაზრე უკვე რომ ყველა ვარიანტში თუ როცა არ უნდა გარდაიცვალო, უნდა მიხვიდე შეწყალებით ღმერთთან. ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ რა ღვაწლიც არ უნდა მოიპოვო,
რა ღვაწლიც არ უნდა, რა მაგარი ლოცველიც არ უნდა იყო, თუ საკუთარ თავზე გაგიჩნდა იმის განცდა, რომ მე უკვე მზად ვარ და მართლობა, მაგერა ვარ ახლა მიმიღე და ეს უკვე გამოდის, ანუ ხიბლი ამპარტავნება და საკუთარი თავით დარწმუნება, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს წარმოუდგენელი, თუ შენ რაღაცით თავს იმართლები, მაშინ ვერ გამართლდები. მაგრამ თუ ყველაფერში თავს იმტკუნებს ის წინაშე რა თქმა უნდა, მაშინ ის გაგამართლებს. აი ეს არის ამ განცდით უნდა ვიცხოვროთ. იმიტომ რომ ჩვენ თუ თქვა ხომ კი, მამე, ხო სადაგებს. ხო და ესე იგი თუ შენ ესე იგი ამ გამიწვით აზრი, მაგრამ ამ აზრით ცხოვრობ, იცი რა, ღმერთო, მაპატიე შენთან, იცი რა, შენ წვეთ, შენ ხარ ყველაფერი და შენ უნდა მიშველო, ხო? ზოგიერთს მაგალითად შეიძლება სასწრაფოთლებას მიეცეს რაზე და ინერვიულოს რაზე, იცი რომ აუ თუ ამდენი წოდები რომ აქვს, რამე მეშველება, აი და მე წუხს ამაზე, რომ აი მაპატიებს ღმერთი, აი ხوار გამომჩა რამე და აი როგორ არის, იცი, აი იმერეთში ისე დაფეთებული რო არის, დაფეთებული ყველაფერზე. ესეც ხიბლია. დაფეთებული რა და ვაიმე მართლა ვიმე ეს არ არის ანუ ეს პირიქით მოსწონს ეშმაკს რომ შეხედე როგორი ხარ შეხედე ის არ დაგჩეს ის მოუნანიებელი ვაიმე ის ხوار დაგავიწყდა და მე აი ჯერ რომ მოტრიალდება ზოგიერთი ვაიმე ის დამავიწყდა ბიჭო გასაგებია დაგავიწყდა გასაგებია მე შემდეგში ხო მოხვედი იმისთვის რომ გეთქვა რაღაცა თუ დაგავიწყდა ის გაითვალისწინა ღმერთმა და როცა შენ აღსარებას ამბობ იქ არ გრჩება გულში არაფერი ანუ ცოდვა აღარ გრჩება შენ შეიძლება დაგავიწყდეს რაღაცა მაგრამ იმასაც ხმატიოს ღმერთი თუ გაგახსენდებოდა იტყოდი იმასაც ხო მაგრამ ეს რაც თქვი რომ იცი რა მე აი ვაიმე რა მეშველება ახლა და ცხონდები თუ არ ცხონდები ესეც ურწმუნოება იმიტომ რომ ნახეთ რას გვეუბნებიან მამები რომ ყველა უნდა მოემზადოთ სიკვდილისთვის და თუ არა გვაქვს სასვეება ნახე არა გვაქვს იმედი იმისა რომ ღმერთი გვაპატიებს მაშინ ჩვენი საქმე წასული იმიტომ რომ იმდენად ბევრი ცოდვა გვაქვს ჩვენ და მაგი თუ დაგვითვალა ღმერთმა თუ ყველა დაგვითვალა ღმერთმა ჩვენი ცოდვა მაშინ გამოდის აზრი არ ქონია ჩვენ სინანულს და ჩვენს ღვაწლს ხო ჩვენს ლოცვას ამიტომ აი ეს არის ამ კუთხით ამ მიმართულებით უნდა იფიქროს ადამიანმა რომ აი დღეს რა ვიცი დღეს იქნება დღეს ვკვდები რა ამიტომ ამ შემთხვევაში მე რას ვფიქრობ იცი ადამიანი უფრო მხიარულია არა თქვათ როგორ იცი დამძიმებული და იმას კი არ დადობს აი რომ მოვკვდი ახლა მე რა ეშველება სამყაროს ან საკუთარი თავზე ისია შეყვარებული რომ ინანება ხო აი წარმოიდგინე ახლა როგორ უნდა ინანებოდეს საკუთარი თავი მაგალითად ცხოვრობს სადღაც ეხლა ხშირად ბავშვებთან ვიყენებ ხოლმე ამ იმას, რა ქვია, მაგალითს, რომ აი მაგალითად რომ ცხოვრობ ერთ პატარა ქოხში და ვიღაცა მოვიდა და გეუბნება რომ აი სადღაც კუნძულებზე მე შენ გაჩუქე დიდი ვილა სადაც აიქნება ყველანაირი მომსახურეობა იქნები ფუფუნებაში და აი თვითმფრინავის ბილეთიც აქ არის და შენ ამადამ დღეს წახვალ და რამდენხანაც კიდე დარჩები და იქნები ძალიან ბედნიერ და აუ ამას ეშინია წასვლა აი წარმოიდგინე რომ გეშინია წასვლა ვაიმე იქ რო წავიდე რა მოხდება ისე და არა და გონიერი ადამიანია ასე კი ბატონო თუ კი ესეთი რამეა წავალ რაზეა ლაპარაკი ხო ანუ ამ სიამოვნებას არ მოვიკლებ ხო მაგრამ ეს კიდე იმასთან არაფერია რასაც ღმერთი უმზადებს ადამიანს ვიხდით თუ ჩვენ აგერ ცოდვილებმა ვიცით თქვათ სიგლახაკიდან სადღაც დიდრულ გარემოში ბედნიერად გადაადგილება წარმოიდგინეთ რომ წუთის სოფელი რამდენად დიდი სიგლახაკია მარადიულობასთან მიმართებაში ამიტომ ქრისტიანების ახლა პატერიკებში ხო ბევრ რაღაც ამასაც ვიტყვი დაგალეთ პატერიკებში ხშირად არის მამათა ცხოვრებაში მოთხრობილი ის მომენტი რომ მაგალითად მონასტერში გარდაიცვალა რომელიმე მამა რომელიც იყო თავის ცხოვრებით სუფთად წმინდად და მე ბოლოს აი რაღაცა გარკვეული ტანჯვა კიდე ისა დაითმინა და წინასწარ ეუწყა რომ შენ მოხვალ უკვე გახვალ ამადამ საათზე და შენთან ნუ ანგელოზი და ანუ გარდაიცვალა აი ხლა ნახეთ ხარობდნენ და ეს გიხაროდენო ესე წერდნენ თავიანთ ძმებს რომ ჩვენი ძმა მარადისობის ნაწილი გახდაო
ანუ წამოდით და იტირეთ, ხომას არ ეუბნებოდნენ. გიხაროდენო. ანუ უხარო ხარობდეთო ძმებო, ჩვენი ძმა მარადისობის ნაწილი გახდა. გესმით? ანუ მათთვის გარდაცვალება საერთოდ არ იყო ისა, ტკივილი. საერთოდ არ წარმოადგენდა საშიშროებას. იმიტომ რომ მათი ცხოვრება იყო ისა. თუმცა თვითონ ის ვინც გარდაიცვალებოდა, ის ყოველთვის ასე თქვა თამდაბლად მიდიოდა და მაკარიდის ცხოვრებაში ხო არის ეგეთი ის რომ უკვე გარდა ანუ 64-ში რომ უნდა შეედგა ფეხი ასე ვთქვათ აბრაამის ციახში, ეშმაკმა შეეძახა მაჯობებო. და ესე იგი ბოლოს მაინც ჩავაგდებო აპარტამენტებაშიო და სიამაყეშიო რომ ესეთი მოღვაწე შენო ისეთი მაღალი მოღვაწე იყავიო მაჯობე მეო ეშმაკმა უთხრა და არაო შენ გეშლება უთხრა ეშმაკს მე არ მიჯობნიო ღმერთმა გაჯობა ნახე ისიც კი ანუ არასოდეს არ უნდა და ჩვენ თავს არ უნდა მივაწეროთ ის გამარჯვება თუ ის რაღაცა სულიერი წინსვლა და ეს არის და თუ ამ პრინციპით ვიცხოვრებთ და ღმერთს მივედობით მაშინ ის უძრულება რაც ჩვენშია ის უძრულება გადაიქცევა უდიდეს ძალად და მადლად ასე რომ აი სიკვდილი ცოტა ისეთი ამოუწურავი თემაა რა ანუ ხა რომ ვთქვათ და ძართულია ამის ბოლომდე ისა ჩაწვდომა თუმცა პროცესში ქრისტიანულ პროცესში ეს შესაძლებელია მის შემეცნება და ამის გააზრება იმისთვის რომ არ წუხდეს ადამიანი ყოველთვის ვაი რომ მოგდე რამეშველება ჩვენ არაერთი ქართული შემოქმედი არაერთი ქართული მწერალი პოეტი ამ თემაზე საქართველოში მრავალი რამ არის დაწერილი და ესე იგი ზოგადად ქართული კულტურა ქართული გენი აი როგორც ახლა დღეს სიკვდილის არსი აღწევით ზუსტად ასე ხსნის რომ თუნდაც ერთი სიტყვა გარდაცვალება უკვე ყველაფერს ნიშნავს თუნდაც ის რომ ჩვენ ამ სოფელს წუთი სოფელს ვეძახით რას ნიშნავს ესე იგი წუთივით მარე დასრულდება გარდაცვალება რას ესე იგი სხვაგან გაგრძელდება ცხოვრება და აი ამ მარადიულობისთვის არსებობა იყო ყოველთვის ქართველი კაცისთვის არსებითად მნიშვნელოვანი და იმიტომაც იყო რომ მცირე რიცხოვანი ქართველები მრავალრიცხოვანი მტრების წინაშე ძალიან გულადად იბრძოდნენ და აი ჩვენთვის ეს არ იყო განგაში და ჩვენთვის როგორც მამა ზაქარიამ თქვა სიკვდილი ბრძოლის ველზე მით უმეტეს სამშობლოსთვის ქრისტესთვის სიკვდილი არ ნიშნავდა დასრულებას ყველაფრის აღიქვამდნენ როგორც ესე იგი გარდაცვალება, ანუ სხვა სამყაროში გადანაცვლება და თან თუ შენ ქრისტეს გამოხარ, აგერ ბრძოლაში სამშობლოს გამოხარ, ვეფხისტყაოსანიც გვამცნევს, რომ ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, ცხოვრდებიან ხის წიაღში და ჩვენთვის ზოგადად ეს თემა, ეს მარადიოსობის თემა, სიკვდილის არსი, ჩვენში გენეტიკურად არის რო იტყვიან, აი ჯიშითა გვაქვს და ჩვენში სუნთქვათ არის ქართველი კაცისთვის. მარტო 9 ძმა ხერხეულიძის ამბავი რომ ესე იგი გავიხსენოთ. წარმოიდგინეთ ესე იგი ბრძოლის დაწყების წინ ყველა გავიდა მარაბდის ველზე საზიარებლად. ყველა აბარებდა აღსარებას, ეზიარებოდნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ჩვენ ვიცით იქ რომ როდესაც 9-ვე შვილი გარდაეცვალა ხერხეულიძეების დედას, დროშის აღმართვა უბრძანა ერთადერთ ნაბოლარა ქალიშვილსო. და როცა ისიც უკვდება, წარმოიდგინე 10 შვილი უკვდება ბრძოლის ველზე, სიამაყით წერს ქართული გადმოცემა, რომ დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო ბაირაღი. ესე იგი იყო წესით უნდა ძაძა ჩაიცვას, მოკვდა სტირილით, ვაიმე გლოვა დაიწყოს რაღაცა. მაგრამ აი გამარჯვებულია, რატოა გამარჯვებული? იმიტომ რომ ქართველმა კაცმა იცოდა რომ სიკვდილი არ არსებობს, ის არის ღმერთის წინაშე წარდგომა და როცა სამშობლოს გულისთვის ახალი ნაზიარები წარდგები ღვთის წინაშე, რა თქმა უნდა, დიდი ანგარიშით ეს 64-ის დაბრუნებას ნიშნავდა და აი ესეთი მოდგმა გვაქვს ჩვენ. ხო და კიდე ერთი წმინდა მამის აზრს ვიტყვი, ყველაზე დიდი რაც დღეს დავკარგეთ ადამიანებმა, ეს არის ცოდნა და წმენა ჩვენივე უკვდავების შესახებ. აი ეს უნდა დავიბრუნოთ, ეს გქონდათ ჩვენ მამა-პაპას, ჩვენ მაღალღირსეულ დიდ წინაპარს და ჩვენც აუცილებლად უნდა
ჩვენ შვილებს დაუბრუნოთ. ეს განცდა მხოლოდ ამის შემდეგ, ამ განცდის დაბრუნების შემდეგ დაგვიბრუნდება ძველი ჩვენებური გამბედაობა, სიმამაცე და თავგანწირვა და აუცილებლად იქნება შემდგომშიც დიდი გამარჯვება, იმიტომ დაწერილიც ასე არის, რომ ბოლო ჟამს გავწყინდება ივერია და ალბათ ზუსტად ამ წმენაშიც, რომ ესე იგი ქრისტეს წმენაში და ცოდნაში, იმიტომ რომ ჩვენი სული უგდავი და დაუსრულებელი, აი ამაში გავგვაძლიერებს ღმერთი. არ არის სიჩუმეზე უფრო ტკბილი მუსიკა. იმაზე ღრმა სიტყვები ვიდრე მდუმარებაა. არ არის დედამიწის ფერთაგან უფრო მშვენიერი ვიდრე წყდიადი გამოქვაბული სენაკისა, რომელშიც განდეგილი ლოცულობს. ამ საიდუმლოებათა გარემოცვაში გარინდებულა კავკასიონი, თათა მეუფე. აქ მარადისობის სუნთქვას გრძნობს სული. ჩვენთვის უცნობია იმ განდეგილთა სახეები, რომლებითაც ეს მთები იყო დასახლებული. მაგრამ მათი ლოცვის ძალას ისევე შევიგრძნობთ, როგორც კეთილ სურნელებას ყვავილებისას, რომელთა სახელები არ ვიცით. როგორც გულს ესმის მადლის სუნთქვა ძველ ტაძარში, თუნდაც არ ვიცოდეთ ვის დამია ის მიწყვნილი. ქვეყნიერებას უნებათა მორევში სურს ჩვენი ჩათრევა. მას უნდა მარადისობა დაგვავიწყოს. ის წარმავალ ნეტარებასა და სიტკბოებას გვთავაზობს, რომელიც სიმწარედ გადაიქცევა. ის ყველაფერს გვპირდება, მაგრამ არაფერს გვაძლევს. ის ყოველთვის ცრუობს და იმათ დასცინის, ვინც მას მიენდო. მას მხოლოდ ერთის მოცემა შეუძლია, გულის შემკუმშველი სიცარიელისა, სიზმრად მოჩვენებების დევნისა, რომელიც გამოღვიძებით, სიკვდილით მთავრდება. მთები კი სულს მარადისობას ახსენებენ. ბოროტ ძალას, რომელსაც ღვთისაგან სულის მოშორება უნდა, ტაძრების განადგურება, წმინდა წიგნების დაწვა შეუძლია. მაგრამ მთების, მარადისობის ამ საგალობლის დანგრევას იგი ვერ შეძლებს. ვერაოდეს. აი, ამ უშველებელ მთათა სიღრმეში ჩაძირულა იდუმალი ხევი, მოხევეთა მოდგმა, მადლიანი სტეფანწმინდა. და ამ უსიყვარულო ეპოქაში უშიშრად ღაღადებს ცხოვრების მთავარი საზრისის უტყუარ ამონახსნს, მარადიულობის, სუნთქვისა და სიყვარულის სიმფონიას. ერთ-ერთის წმინდა ტაძარი გაშენებული კლდეზე და სამების ავტალისია, უფალი მეფობს ჩვენზე და სამების ავტალისია, უფალი მეფობს ჩვენზე და. ერთი ვერსიით ეს კუთხე პირველ მოწამე სტეფანე დიაკონის სახელს უკავშირდება. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით ხომ სამების მთაზე წმინდა ანდრია მოციქულს ქრისტიანობა უქადაგია და აქ ჯვარიც აღუმართავს. მეორე ვერსია ასეთია. სტეფანწმინდელებს წინათ ყუროს მთის ძირას დავაკებაზე უცხოვრიათ. იქვე მახლობლად წითელ ეკლესიაში მდგარა სტეფანე ბერი, გვარად ფიცხელაური. ერისკაცობაში ღრუბელ არქმევია. ერთხელ დიდი ნიაღვარი მოვარდნილა და ტალახს დაუწყია დენა. სტეფანეს დროზე შეუტყვია მოსალოდნელი უბედურება. სეტყვისაგან თავდასაცავად თავზე კოდი დაუხურავს. კოშკში შევარდნილა და ზარების რეკვა აუტეხავს. ხალხი მიმხვდარა, რაც მოელოდა და გახიზნულა. სოფელს კი სტეფანეს ღვაწლის აღსანიშნავად სტეფანწმინდა დაარქვეს. რომელია ამ ვერსიათა შორის უტყუარი ძნელი სათქმელია. ერთი კი ცხადია. ამ კუთხის დასახელებაც ღვთაებრივ სახელს უკავშირდება და მოხევეთა შინაგანი განწყობაც ღვთაებრივი ნათლით არის გაცისკროვნებული.
როგორც საზოგადოდ მომეტებული ნაწილი მთის ხალხისა, მოხევებიც გულკეთილი ხალხი არიან. სულ მუდამ ბუნებასთან ბრძოლამ ისინი შეაჩვია მოთმინებასა და დაუდგრომელ მუშაობას. რა ხდება სოფელში? სოფელში მშვიდობა ღმერთის წყალობით. ყოველ მთას, ყოველ გორას, ყოველ ქვას, მდინარეს, ადგილს მოხევესთვის რაღაც ღვთიური მნიშვნელობა აქვს და მთაში მწუხარებაში და ჯაფაში ყოფნას ის არ გასცვლის არც ერთგვარ სიამოვნებაზე. არა, რიძნელი აქ ცხოვრება. არა, ჩვენ ძალიან მიჩვეულები ვართ, ჩვენ არ წარმოგიდგენია სხვაგან ცხოვრება. ცივი კლიმატი ვერ გიშლით. ალბათ მივეჩვენით ამასაც. მოხევეს ისე ცოტა დღეები აქვს სამუშაოდ, ისე ცოტა ხანს აძლევს იქაური ბუნება, რომ უნდა სწრაფად ისარგებლოს კარგი დღეებით და დღევანდელ საქმეს ვერასდროს ვერ გადასდებს სახვალიოდ. ძირითადი დღე შრომით იწყება, დილით საქონელის მოვლა, ბაღში მოსახნავია, მოსათოხნია, რა ვიცი, რა გააჩნია, რა პერიოდი არის. მოხევე მარდი, გულადი და მოაზრებულია. 1000 რიგმა მოულოდნელმა შემთხვევებმა დააჩვია ის ჩქარ მოაზრებას გაჭირვებაში. 4 წლიდან ზივართ. ცხენზე? ადამიანი გარემო პირობებში ყალიბდება და როგორც ბუნება არის, ეგეთი ბუნებისები ადამიანები არის. ხასიათითა ფიცხი ხალხია. ფიცხია რა? ჯიუტი ხალხია, ჯიუტი. ჯიუტია? ო, გამტანი, ამხანაგური, ვაშკაცური. იშვიათი არის მოხევებისგან ვინმე მქურდება დაიწყოს, რადგან ერთმანეთის შველა და შემწეობა თავიანთ მოვალეობად მიაჩნიათ და კაცი ვინც ქურდობას გამოუდგება თვალის დასანახავად ეჯავრებათ. მოხევის ძლიერი, შთამბეჭდავი ხასიათი არაფერს არ ივიწყებს, მაგრამ თუ თქვენ უღონო და სუსტებულსა გნახავთ, თვითონვე შეგიბრალებთ და ხელს არ გახლებთ. მოხევებს დიდი მონაწილეობა მიუღიათ საქართველოს წარსულ ისტორიაში. ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეებს განეკუთვნება ყაზბეგის არქეოლოგიური განძი, რომელიც კავკასიელი ძველი ტომების რელიგიურ კულტს უკავშირდება. პირველი ციხესიმაგრე აქ იბერიის მეფეს ბირიამ პირველს ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნეში დარიალის ხეობაში აუშენებია. ეს ხეობა მდინარე თერგის პირას გაჭრილი კლდოვანი ვიწრო დერეფანია. მას რა ისტორია უნდა კარიბჭია საქართველოს დარიელი. დიახ. აი ამის ძველნი იყო და საბამიდან დღემ. საქართველოში რომაელების პირველი შემოსევის დროს ხეობას იბერიის სამეფო აკონტროლებდა. მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ძველი სიმაგრე აღადგინა. 16 წლისა იყო აქ ბაყათარო ცხენკაციანად გახდა, აი ეგ დარიალის ხეობაში იყო. აქ იყო სნო, სახელი ექვინა სნოს ხორია. ის ჩავიდა და იმან მოახსენა იქ რომ ესეთი ამბავია. წამოვიდნენ გადმაერეს ეს თიულგუდამაყარი, შეკრიფა ჯარი და წავიდეს გაშალას გაილაშქრა. ორი სახელმწიფო დაიყურა. და დაბრუნდა იქიდან გამარჯვებული და დაწამა იყვანა. მერე მოვიდა აქ და გადიხადა სამღვთო. სნოს მოუნათლა შვილები, ერთ ღუდუ დაჰქვინა, მეორეს კაიშაურები რო არიან, ისინი საკაცასულები არიან და ღუდუშაურების განაყარია ის. ზღვის დონიდან 4200 მეტრზე გამოუკვეთავთ ჩვენს წინაპრებს ბეთლემის გამოქვაბული. გადმოცემით ის წმინდა გიორგის საბრძანებელია. ქართლის ცხოვრება გვამცნევს, რომ იქ ინახებოდა უფლის აკვანი, მამა აბრაამის კარავი და სხვა დიდი სიწმინდეები. (1948 წლის 7 იანვარს ბეთლემის მღვიმეში შესულ ქართველ მთავსულელებს ეს სიწმინდეები აღარ დახვედრიათ. მღვიმეში შემორჩენილი მღვიმის კარი და 5.5 მეტრის სიგრძის ჯაჭვი, რომლითაც გამოქვაბულში ადიოდნენ მლოცველნი, ახლა სტეფანწმინდის მუზეუმში ინახება. უცხოელმა მკვლევარმა, ასეთი იყო, უსპენსკი, ძალზე ცნობილი მკვლევარი იყო, მოილოცა ათონი 19 საუკუნეში
და იქ ჩაწერა ათონელი ბერების გალობა. დიდი გამოსვლის დროს, ესა ლიტურგიის დროს, ყველასათვის უცნობის სიტყვებით გალობდნენ. და ეს იყო ნენანა. ქართული ადამიანისათვის ესაც სრულებით ადვილი გასაგები, ეს არის იავნანა, ასე რომ იავნანას უგალობდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ეს არის ათონის მთაზე დაცული ტრადიცია. ქართულ კულტურულ სამყაროს ჰქონდა იმდენად დიდი და ღრმა გავლენა მჟამიდელ ისრაელზე, რომ აი რაღაცა დაუტოვებია თავისი ნაკვალევი. ბახუშტი ბატონიშვილის ცნობით ყინვარის კლდესა შინა არიან ქვაბნი გამოკვეთილნი ფრიად მაღალსა და უწოდებენ ბეთლემსა. გარნა საჭირო დასავალიარს, რამე თუ არს ჯაჭვი რკინისა, გადმოკიდებული ქვაბიდან და მით აღვლენ. იტყვიან უფლის აკვანს ამუნ და აბრაამის კარავსა, დგომსა უსვეტოდ, უსაბლოდ და სხვათაცა საკვირველთა. ბეთლემის გამოქვაბულის ქვემოთ, კლდის ძირში, მდებარეობდა წმინდა ნინოს მიერ დაარსებული მონასტერი, რომელიც ნიაღვრებს დაუქცევია. სიწმინდის მოყვარე, უაღრესად მმარხველი და სასწაულთ მოქმედი ღირსი იოსებ ხუცესი უდიდესი პატივით სარგებლობდა მთელ სხევსა და სრულიად საქართველოში. დავით ბატონიშვილი ერთ ისტორიულ აღწერისას, ხევის აღწერისას ამბობს, რომ მღვდელი იოსები წმინდაო, კრძალული და მმარხველი არისო. ესე იგი, აი ამ სამი სიტყვით არის შეფასებული მისი მოღვაწეობა. მამა იოსები დაახლოებული იყო სამეფო კარზე. იგი ქართლ კახეთის მეფე ერეკლესა და სხვა ქართველ პატრიოტებთან ერთად აქტიურად იღუწოდა ქვეყნის გაერთიანებისა და ეკლესიის სიმტკიცისათვის. იოსებ მოხევე გვარად სუჯაშვილი ყოფილა. სწორედ მას ჩამოუტანია აბრაამის კარვის ნაწილი ერეკლე მეორისთვის და მიუთმევია როგორც უდიდესი სიწმინდე. იოანე ბაგრატიონის მითითებით მე-18 საუკუნეში იოსებ მოხევე, მღვდელი, ესენნებითა ღვთისათა აღვიდა მყინვარსა მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა. და იხილა მუნ კარავი და აკვანი აბრაამისა მამამთავრისა, რომელ ჯერეთაც არ ვინახსრულ არს მთასა მას, და მოართო მეფესა ირაკლის ნაჭერი კარვისა მის. მოხევებს და მთლიანად საქართველოში ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გვახსენდება ილია ჭავჭავაძის განდეგილი და სწორედ ილია ჭავჭავაძემ მისი ცხოვრებიდან აიღო სწორედ ეს იდეა და განახორციელა თავის პოეზიაში განდეგილის სახით. მოხევეები, კაცნი მბრძოლნი, ძლიერნი, ახოვანნი, ჰაეროვანნი, ყოველთვის გამორჩეულნი სარწმუნოებრივი შემართებით. კავკასიონის მთები ცოდვისგან შეუბღალავი პატარა კუნძულებია, სადაც დედამიწის პირველ ქმნილი სილამაზის ანარეკლია შემონახული. თუკი საქართველოს გული წარსულს მიუბრუნდება, სიწმინდეთა შემხედვარი ათრთოლდება უწინდებურად, თუკი მიხვდება, რომ დედა ეკლესიის წიაღში მისი ყველაზე დიადი საგანძურია დავანებული, მაშინ კავკასიონის მთები გაცოცხლდებიან. გამოაჩენენ საიდუმლოდ გადამალულ ქრისტეს აკვანს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნატიფი თითებით ნალოლიავები იესოს პირველ სამყოფელს. და ღვთაებრივი რწმენით გაცისკროვნებულნი უძლეველი ციხის კედლებივით დაიცავენ საქართველოს. მაგრამ თუკი საქართველო დაივიწყებს წარსულს, ვერ გაიგონებს მდუმარებას მთებისას და ტაძრიდან მომდინარე ზეციურ ნათელს ვერ დაინახავს, მას ზეცაც დაივიწყებს. უფალო შეგვიწყალე.